ორი მეზობელი იყო და დიდი თოვლი მოვიდა. და ერთი მეზობელი გამოდიოდა ყოველდღიურად თოვლს გადახვეტავდა ხოლმე თავისი სახლის კარიდან წინ, რომ ბილიკი გაესუფთავებინა შემოსასვლელი. და რომ გაიხედავდა თავისი მეზობლის კარის წინ უკვე გადახვეტილი იყო. და უკვირდა რომ ესე ადრე როდის ასწრებს ეს კაცი რომ გამოვიდეს და გადახვეტოს. და ერთხელაც მიადგა თავის მეგობარს და ეკითხება რომ მეგობარო მე ამდენ შრომობ რომ ჩემი სახლის წინ ბილიკზე თოვლი გადავხვეტო და აღარ იყოს და შენ როდის ასწრებ ამას? და თავის მეზობელს გაუკვირდა რომ მე არასდროს არ გადამიხვეტიო თოვლი. უბრალოდ ჩემთანო მეგობრები დადიანო და ვერ ასწრებს თოვლი დადებას. ხო გინახიათ თოვლი როა და აი სადაც მანქანები დადიან იქ თოვლი არ არის. ხშირი მოძრაობა რო იქ თოვლი არ არის და გვერდებზე თოვლია. ეგრეა და ადამიანს რომ მეგობრები ყავს, ის მეგობარი ძალიან დიდ საქმეს გიკეთებს შენ. შინაგანად. იმას კი არ ვამბობ რომ ვინმე რამე მოგიტანოს და არა, უბრალოდ ურთიერთობა მეგობართან გულწრფელი, გახსნილი, ნდობით სავსე ურთიერთობა შინაგანად ძალიან ბევრ რამეს უკეთებს ადამიანს. ძალიან ამდიდრებს ადამიანს. უფრო ახარებს. ეხლა წარმოიდგინე, აი გინდა სიხარული იყოს და გინდა მწუხარება. აი სიხარული გაქვს დაუშვათ. აი დაბადების დღე გაქვს და გიდევს მაგიდაზე თუნდაც დიდი ტორტი და ბევრი სათამაშოები და არავინ არ ყავს გარშემო. ვისთან ერთადაც იმ ტორტს გაიჭრით იმ სათამაშოებით ითამაშებ. რამე სიხარული ექნება? შეიძლება 1-5 წუთი ითამაშო ერთი ნაჭერი ტორტით შეჭამო და დამთავრდეს იქ შენი სიხარული. გესმის? მაგრამ თუ გვერდით ერთი ადამიანიც ყავს, უკვე გძელდება ეს სიხარული. რაც უფრო მეც გაუზიარებს სიხარულს, უფრო შენ გიორმაგდება, გისამაგდება და გიხარი. აი სიხარული რო გაგდა რომ ვერავის ვერ გაუზიარებ, თითქოს აი ეს სიხარულიც უკვე თრგუნავს. სიხარებაც ეგრე. რომ გაუზიარებ, ეს სიხარება ნახევდება. კიდე სხვასაც გაუზიარებ, კიდე უფრო შემსუბუქდება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი 28-ნი ვართო, ხო ამბობთ კლასში 28-ნი. ეხლა რო იცოდე რომ დაუშვათ შენ რაღაც გაგეხარდა და იცი რომ იმ 27 ბავშვს შენთან ერთად ძალიან უხარია. ეს სიხარული ხო გამრავლდება უფრო არა? დაუშვათ შენ რაღაცა სამწუხარო ამბავი შეგემთხვა. და იცი რომ ყველას გული დასწყდა ამის გამო, ყველა გვერდში დაგიდგება, ყველა მოგიკითხავს, ყველა მოგაკითხავს სახში როგორ ახარ აშვები. ხო და აი ეგეთ კლასში სწავლა არის ბედნიერება. მაგრამ იქ სადაც ყველა მარტო თავის თავზე ფიქრობს, იქ უბედურება. ეგეთ კლასში სწავლა ძალიან ძნელი. ამიტომ აი თქვენ შეგიძლიათ რომ ეხლა რამდენი წელი დარჩა წინ წარმოიდგინეთ 9 წელი. თქვენ შეგიძლიათ ეს 9 წელი აი ამ ბედნიერებაში გაატაროთ. ოღონდ ეგიცი როდის შენ რა ქვია? ლექსო, შენ ლუკა ხო? თუ რომელი გიორგი. ლექსომ კი არ უნდა თქვას რომ ლუკა უნდა იყოს ასეთიო. ლექსომ ლუკას კი არ უნდა მოსთხოვოს რომ შენ ასეთი უნდა იყო რომ ყველას ჭირი წინდეს და სიხარული გიხაროდეს. ლექსომ თავის თავს უნდა მოსთხოვოს. გიორგიმ თავის თავს და ასე შემდეგ. ყველა ჩვენს თავებს უნდა მოვთხოვოთ რომ მე ასეთი უნდა ვიყო. თორე მარტო სხვისგან თუ გაიშვერთით არაფერი არ გამოვა.